უშიშარი ქართველი ჯაზმენები. ქართული ჯაზი ამერიკულ ფირფიტაზე 60-იანებში, ქართველი ელლა ფიჯერალდი და ჯაზის პირველი პრომოუტერები საბჭოთა კავშირში, რომლებიც რკინის, ფარდის, მიღმა, მუსიკის საშუალებით თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. 1962 წელს ვიბრაფონისტი და პიანისტი ვიქტორ ფელდმანი ამერიკაში უშვებს ფირფიტას Soviet Jazz Themes. ამ ფირფიტაზე იმ სამი კომპოზიტორის ნაწარმოები არის, რომელიც ვიქტორმა საბჭოთა კავშირში აღმოაჩინა ბენი გუდმანის ტურის დროს. და ამ სამი კომპოზიტორიდან ერთ-ერთი ქართველი გივი გაჩეჩილაძე იყო. მისი კომპოზიცია ვიკ იყო პირველი ჯაზ კომპოზიცია, რომელიც შეიქმნა საქართველოში და საერთაშორისო ყურადღება მოიპოვა. ამავე დროს 1967 წელს გიული ჩოხელმა გრანდ პრი მიიღო სოპოტის საერთაშორისო ფესტივალზე პოლონეთში. გავლენიანმა რადიო ტალღამ ამერიკის ხმამ გიულის შესრულება ჯაზი ქართული ფლორით შეარქვა და ქართველი ელლა ფიჯერალდი უწოდა. როგორ მოხდა ისე, რომ საბჭოთა კავშირში ამ თავისუფლებაზე თვალებს ხუჭაოდნენ და როგორ ვითარდება დღეს ჯაზის ისტორია, ბატონ კახა კანდელაკს ვკითხეთ. Eastern Promotion-ის თანადამფუძნებელს და საქართველოში ჯაზის პიონერს. თავისუფლებას და ამას ვერ გააჩერებდნენ ვერავინ, იმიტომ რომ ეს იმდენად შეგინთ იყო ჩვენში, იმიტომ რომ იგივე მრავალჟამიერიდან დაწყებული რაღაც ეს იმპროვიზაცია ქართველებში დევს, პლუს რითმიც. ვარდაც აი ქართულ ფოლკლორს უყურებ, იგივე ცეკვას იმდენი იმხელა იმპროვიზაცია, ისეთი სურპრიზებით სავსეა და ისეთი ჟღერადობაა, რომ ჯაზთან ძალიან ახლოს არის რა. კომუნისტებიც ესეთ გემოვნების იყო და მათი შვილებიც მაგარ მუსიკას უსმენდნენ და უფრო აი საქართველოს უფრო მიშვებული ყავდათ ვიდრე სხვა რესპუბლიკები და მაგით მე მგონი გაგვიმართლა. ბარათაშვილის ხიდის ქვეშ ბატონმა გაიოს კანდელაკმა პირველი ჯაზ კლუბი გახსნა. თუმცა ოფიციალურად მას ჯაზ კლუბს ვერ დაარქმევდა და მოიფიქრა სხვა სახელწოდება ახალგაზრდული კლუბი. იქ შეიძლება რაღაც ამ ფესტივალისთვის, რაღაცა კლუბისთვის რაღაც სხვა სახელი დაერქვათ, რაღაც აი ახალგაზრდული კლუბი, მაგრამ შეგინ ჯემს ეიშენები და ჯაზი მიდიოდა იგივე პირველ ჯაზ ფესტივალს დაერქვა გაზაფხულის რითმები. ნამდვილ ჯაზ ფესტივალი იყო რა, ყველა მიცოდა, არავინ არ ეძახდა ესეთ ოფიციალურ სახელს და ეს უდიდესი წარმატება იყო, წარმოიდგინეთ, საერთაშორისო ჯაზ ფესტივალის საუკეთესო მუსიკოსების ბენდები პროგრამაში. 90-იან წლებში იმპროვიზაციისთვის და ჯაზისთვის სამწუხაროდ აღარავის აღარ აცალა. თუმცა 2000-იან წლებში სიტუაცია შეიცვალა.